კოცბანდის რეჟიმი დგას ორ დიდ ტყუილზე, რომელთაც ადებილებენ ამ კოც ჯოგს. და მე მინდა ძალიან მარტივად აგიხსნათ, რატომ არის ეს ორი ტყუილი. პირველი ბატონმა ბიძინამ გადაგვარჩინა ომს, მისი მხედართ მთავრობით ჩვენ შევინარჩუნეთ ქვეყანა. დღესაც განაცხადა რომელიღაც იმბეცილმა მახაშვილმა, რომ ჩვენ რომ ევროკავშირის რეკომენდაციებისთვის დაგვეჯერებინა საქართველოს აღარ იარსებებდაო, ანუ ომში ჩაგვთავდენო. ძალიან მარტივი რაღაცა არის. მოლდოვა რატომ არ ჩართეს ომში? მოლდოვამ ხო შეასრულა ყველა პირობა ევროკავშირის და 2-3 წელიწადში ევროკავშირის წევრი გახდება და პლუს ჩვენთვისაც მოსაცემი 2 მილიარდი დოლარი აქვს ევრო უბრალოდ და ხარჯავს საკუთარი ხალხისთვის და საკუთარი ქვეყნისთვის ინფრასტრუქტურის ამოსაკაჩად. ანუ ეს ტყუილი არის, არავის არ სჭირდებოდა საქართველოს ომში ჩართვა. ერთი წუთით რო წარმოვიდგინოთ, თქვათ საქართველოს დათანხმებულიყო deep state და ჩართულიყო რუსეთთან ომში, რამდენ ხანს გაგრძელდებოდა ეს ომი? ზუსტად იმდენ ხანს, რამდენიც საჭიროა ცხინვალის სატანკო ბაზიდან გორის ტრასამდე ტანკების გამოსვლას, ხო? ანუ რაღაც 1-2 საათი. აზრი არ ქონდა საქართველოს ომში ჩაბმას და ყველამ ძალიან კარგად იცის, რომ საქართველოს რუსეთთან ომში ჩაბმა არის კონტრპროდუქტიული, რატომ უნდა მისცე რუსეთს ჩაუწვინო ლოგინში საქართველოს, რომელიც დიდხანს ვერ გაძლებს ამ მონსტრთან ომში. ანუ ეს ტყუილი არის, რომ ვითომ საქართველოს ომში ჩართვას აძალებდა ვინმე. აგერ ბატონო კიდევ ერთხელ გეუბნებით მოლდოვა, რომელიც ჯიქვია ფრონტის ხაზზე. და არავის არ მოუვიდა თავში აზრად, რომ მოდი მოლდოვა ჩავთოთ ომში. აგერ ბატონო ფაშინიანის მშვენიერი მაგალითი, ამდენიმე დღის წინ არ იყო კრემლში თავზე რომ დააჯვა პუტინის. რომ დასცინა პირდაპირ ჩვენ დემოკრატიული ქვეყანა ვართო და ჩვენთან ინტერნეტი არისო და ვიცი 1000 რამე უთხრა კიდე. ხო, თქვენსავით კი არა, პარტიებს კი არ გძალავთო და მოქალაქეებს კი არ ვცვამ ციხეშიო. დაიწყო ომი სომხეთში, რუსეთმა. იქ იმხელა ბაზა უდგას გიუმრიში. ანუ ეს ტყუილია. მეორე ტყუილი, რომ ევროკავშირი ჩვენგან ითხოვს ერთქენციანთა ქორწინების დაკანონებას და რაღაც უბედურებებს. ძალიან ვამაყობ, რომ პირადად მონაწილეობდი საქართველოს კონსტიტუციით ქორწინების დეფინიციის შეტანაში, ხო? ჩვენ პირადად ვიყავი მე ერთ-ერთი დამფუძნებელი ქართული ოჯახის დაცვის ჯგუფისა, რომელმაც შეაგროვა 250,000 ხმა და ჩვენი ძალისხმევით, ქუჩის აქციებით და 1000 აქტივობით ჩავწერეთ კონსტიტუციაში ეს ყველაფერი. და არავის არ უთქვია ჩვენ რომ ეს კონსტიტუციაში ჩავწერეთ. მაშინ რატომ ჩაწერეთ ეს კონსტიტუციაში თქვენო? არც ის უთქვიათ, როცა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს გვაძლევდნენ, რომ თქვენო კაცო იქ როგიწერიათ კონსტიტუციაში, აბა მაგას თუ არ ამოშლით იქიდან, არავითარი ევროინტეგრაცია არ იქნება, ხო არ უთქვიათ ეს. არც არავის უთქვიათ, აი გეი პარას თუ არ ჩაატარებთ ევროინტეგრაციას და ევროკავშირის კანდიდატობას არ მოგცემთ, ხო არ უთქვიათ, არ უთქვიათ. და გარდა ამისა ძალიან მარტივი არის. დღეს თქვა იმ არარაობა კახიშვილმა. აი ნახეთ ახლა უნგრეთს მოსთხოვენ ერთნაირსქესიანთა ქორწინების დაკანონებას და რა მოხდება იქო. ევროკავშირში არის 27 ქვეყანა. მათგან ნახევარში არ არის დაკანონებული ეს ერთნაირსქესიანთა ქორწინება. მეცაც გეტყვით, ჩვენნაირი პოსტსაბჭოთა ლიტვა, ლატვია 20 წელია უკვე ევროკავშირის წევრია და მათთვის არავის არ უთქვამს არც ევროკავშირში გაწევრიანებისას, არც ევროკავშირში წევრობისას, რომ გინდა თუ არა დააკანონებთ გეი ქორწინებაო. ეს წყვილი არის. ვისაც უნდა ის აკანონებს, არავინ არავის არ აძალებს. აგერ მაგალითად იტალიაში ჯორჯია მელოუნის მთავრობამ ერთნაირსქესიანთა წყვილებს ბავშვის შვილად დაყვანად კი აუკრძალა კანონით. უთხრა ვინმე მელონის? არა. ასე რომ ვინც გეუნებათ და გატყუებთ ეს ქვია ერთნაირსქესიანთა ქორწინების დაკანონებას ითხოვს, ის გატყუებთ. იცოდეთ ეს ყველამ. და ძალიან იმბეცილი უნდა იყო, რომ ამ იაფასიან პროპაგანდას აყვეს. საქართველოს კონსტიტუციით არის განსაზღვრული საქართველოში ქორწინების რაობა და მორჩა. არავინ არავის არ დააძალებს, რომ ეს
ჩავწეროთ კონსტიტუციაში და ანიქიდან ამოვიღოთ და მე ჩავწეროთ და მე დავაკანონოთ. ტყუილი არის ეს. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, 27 ევროპული ევროკავშირის ქვეყნიდან ნახევარში ეს არ არის დაკანონებული და არც არავინ არ აძალებს. ასე რომ იცოდეთ ეს ყველაფერი და გავაცელეთ რაც შეიძლება მაქსიმალურად რომ ამ ნაბიჯვარ ქოცებს ეს რუსული პროპაგანდა იმისთვის უნდათ რომ ხალხი დააშინონ ევროკავშირით. აი რომ ევროკავშირი ნიშნავს ომში ჩართვას, რომ ევროკავშირი ნიშნავს უკანალში თხრას რაღაცის დაძალებას. არა და ამ დროს თავად გამოტენილიყავთ თავრობაც, პარლამენტიც, ტელევიზიის ხელმძღვანელობაც, რავი ტელეწამყვანებიც ამ ტრაქქანქარა რეპტილოიდებით. ხო ყველამ ვიცით ეს. და პლუს ამას დემნა გვასალია ყავთ თბილისის საპატიო მოქალაქედ დანიშნული კრახი კალაძის ტუჩების ცმაცუნით, ხო? საეჭოდ რომ აქვს ეს ყველაფერი. ამდენი წელია. ხო და დემნა გვასალია რომ ყავს თბილისის საპატიო მოქალაქე და მისი ქვრის ნიფხავი გახურია ქოცო თავზე. რა სიჭაჭები, კაცია და ქალია. რატომ არ აპროტესტებთ მაგას? აი მე რამდენი წელია ამას ვაპროტესტებ. თქვენ სადახართ შემძვრალები. რატო არ აპროტესტებთ რომ ამ დემნა გვასალიას მიანიჭეს თბილისის საპატიო მოქალაქე. კახი კალაძის დაქალია, ხო? ისევე როგორც აი ეს რა ქვია, ზალიკო ბერგერები და ისინი რო გიზით, რა ქვია, წინასაარჩევნო თათბირებზე, წინა ადგილებში და კაბიანი გია სურამელაშვილი უმღერის თქვენს ამომრჩეველს წინასაარჩევნო კონცერტებზე. ეგ როგორ არის? ვაშკაცებო. გაავცელეთ მოკლედ ეს ვიდეო, ბევრმა გაიგოს სიმართლე, რომ არ უნდა მოტყუდეს და ძალიან იმბეცილები ნუ იქნებით რა, ასეთ იაფასიან პროპაგანდას ნუ გაჭმევთ კოცბანდა. არ უნდა ამათ ევროპა, იმიტომ რომ ევროპა არის პასუხისგებლობა, ევროპა არის ხალხზე ზრუნვა, ევროპა არის კანონმორჩილება, ევროპა არის კორუფციის აღმოფხვრა. და მე ბორია როგორ გაძარცვავს ახლა ევროკავშირის წევრი თუ იქნება საქართველოს, როგორ მოიგდებს საკუთარ ბოსლად ქვეყანას. ვერა ხო? და არც ნონსენსი არის ეს ტიპი არ იყოს არაფერი, პარტიის რაღაც საპატიო თავმჯდომარე იყოს და ქვეყანას მართავდეს, ეგრე სად არის ძმაო? ქვეყანა უნდა მართონ არჩეულმა ხელისუფლებმა, თან თავისუფალ არჩევნებში. კოცებსაც არ უნდათ, იმიტომ რომ თავისუფალ არჩევნებში 80-20-ზე წააგებენ. აი ასე. რაც შეიძლება მაქსიმალურად გაავცელეთ, იხარეთ და იმრავლეთ.